ვიმყოფებით სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ანდრიაწმინდის მიდამოებში და დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეპიზოდი მიეძღვნება ქისათიბის დიატომიტს. დიატომიტი ეს არის მსუბუქი დანალექი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ზღვისა და ტბის აუზებში დალექილი დიატომეებიანი შლამისაგან. მასში ძალიან ხშირად გვხვდება მილიონობით წლის წინ განამარხებული სხვადასხვა მცენარეული და ცხოველური ნაშთები. რატომ დავინტერესდით ქისათიბის დიატომიტით? რადგან ადგილობრივები ხშირად პოულობდნენ აქ განამარხებული ცხოველების და მცენარეების ნაშთებს. მათ შორის საბადოს მუშაობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული და დიატომიტის მოპოვების პროცესში ხშირად იყო სხვადასხვა ნაირგვარი ფორმები განამარხებული ამ ქანში. ამიტომ ჩვენ შევეცდებით ჩვენი მცირე ექსპედიციის ფარგლებში იქნებ ჩვენს აღმოვაჩინოთ მსგავსი ტიპის განამარხებული ფლორისა და ფაუნის ნაშთები თუ გაგვიმართლა. თუ არ გაგვიმართლა, არაუშავს ამ ობიექტის შესახებ უფრო მეც გავიქცეთ. შესაძლოა გზას რამდენიმე ვარიანტია. ერთი ვერსიაა, რომ შემოხვიდეთ ურავლის ხეობაში და სოფელ ანდრიაწმინდასთან ამოუხვიოთ, ამოყვეთ ბეტონის გზას და შემდეგ უკვე სოფლიდან ფეხით ესეთი გრუნტის გზით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე. მეორე ვარიანტია სოფელ ქისათიბის მიდამოებიდან ამოუხვიოთ და იქიდან მიხვიდეთ, ოღონდ იქ ცოტათი დაზიანებული გზა არის და ეს ვერსია ჯობია ანდრიაწმინდის გავლით. იმ ახალციხიდან ანდრიაწმინდაში მოდის ავტობუსი, შემდეგ უკვე სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის გამოვლა მოგიწვით ფეხით, რომ მიხვიდეთ დიატომიტის საბადომდე. აქვე საბადოებთან ახლოს ხდება ესეთი წყარო. აქვე არის ძველი ნაეკლესიარი და გარემო საკმაოდ საინტერესოა როგორც ბუნებრივი თვალსაზრისით, ისე კულტურული მემკვიდრეობის კუთხით. რაც შეეხება თავად საბადოს ისტორიას, 1912 წლის გაზეთის, სახალხო გაზეთის 580 ნომერში კითხულობთ, რომ 1893 წელს ადგილობრივმა მიხეილ ბეთანიშვილმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მიხაილ ბეთანელი და ამ ადამიანზე ცალკე კიდე გეტყვით, თავის საკუთარ მამულში აღმოაჩინა ინფუზორის მიწა, რომელიც შესასწავლად გააგზავნა ევროპაში და დაამტკიცა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის არის და არაფრით ჩამოუვარდება აქამდე ნაგოვარში ცნობილ დიატომიტის ქანს. საბადოს რამდენიმე გამოვლინებებია, როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე წერტილას არის, ზოგი პირდაპირ გზაზევე ყრია და შეგიძლიათ დაკვირვებულმა ადამიანმა აქაც გარკვეული ფრაგმენტები აღმოაჩინოთ. რა თქმა უნდა, ეხლა დიდი მასშტაბის განამარხებული ნაშთების პოვნა ძნელია, მაგრამ მცირე სახის ჩანართები რომლიც არის მაგალითად ეს. აქ ძალიან კარგად ჩანს მცენარეული აქ ძალიან კარგად ჩანს მცენარის ფრაგმენტები, ფოთლის კერძოდ. როგორც ხედავთ, დიდი ძალისხმევის გარეშე შეიძლება გარკვეული ეგზემპლარების, გარკვეული ნიმუშების პოვნა. შესაბამისად ეს ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული არეალის გარკვეული ფრაგმენტი მაინც გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად, რადგან მომავალ თაობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ, მოინახონ ეს ადგილი და გაიგონ აქაურობის გეოლოგიური წარსულის ისტორია. სამწუხაროდ ამჟამად ამ ტერიტორიას არანაირი დაცული ტერიტორიის სტატუსი არ გააჩნია და არის გარკვეული საფრთხის ქვეშ. რაც შეეხება თავად დიატომიტის წარმოშობის პროცესს აი ამ არეალში, აღსანიშნავია, რომ აქ ყოფილა გეოლოგიურ წარსულში დაახლოებით მესამეულ პერიოდში საკმაოდ ვრცელი ტბა, რომელიც მდიდარი ყოფილა წყალმცენარეებით და სხვადასხვა წყლის ბინადრებით, ცხოველებით და მათი დალექვის პროცესში წარმოიქმნა ეს დიატომიტის სქელი ფენა. რაც შეეხება თავად მიხაილ ბეთანიშვილს, იგი იყო ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში. იგი იყო სხვადასხვა ერთ-ერთი პირველი
ქართველი, რომელმაც ამერიკაში დააარსა ფილადელფიაში პირველი ქართული კომპანია და ეწეოდა ვაჭრობას სხვადასხვა პროდუქციის, სპარსული ხალიჩების, სხვადასხვა ნაკსოვი პროდუქციის და ასე შემდეგ. და როგორც აღნიშნეთ, პირველი სწორედ მან მიაქცია ყურადღება თავის მამულში, ანუ ადგილობრივი იყო, სოფელ გისათიბის მცხოვრები, ამ ქანს ძალიან დაინტერესებული იყო ზოგადად გეოლოგიით, მათ შორის საქართველოში სხვადასხვა საბადოების აღმოჩენა სწორედ მის სახელს უკავშირდება. იგი აქტიურად იყო ასევე ჩართული ილია ჭავჭავაძესთან და სხვა ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების პროცესში, ერთ-ერთი პირველი ქართული სკოლის დაარსების პროცესში, ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის გამოცემის საქმესაც ხელმძღვანელობდა და მოკლედ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე იყო იმ ეპოქის ნამდვილად. სამწუხაროდ ამ ადამიანის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი, არც ფართო საზოგადოებამ იცის, მაგრამ აღსანიშნავია და ნამდვილად ხაზგასმულია მისი ღვაწლი განსაკუთრებით აქაურობის განვითარების საქმეში.